როგორც გითხარით, რაიმონდ დარტი იყო ის მეცნიერი, რომელმაც შეამჩნია ძალიან მნიშვნელოვანი რამ და შემდეგ შექმნა ეს წყლის მაიმუნის თეორია. კონკრეტულად რა შეამჩნია? რაიმონდ დარტმა თქვა, რომ ადამიანი არის ერთადერთი პრიმატი, ну ჩვენ პრიმატები ვართ, აი როგორც იმ ხიდან ნახეთ პირველ სლაიდში, ადამიანი არის ერთადერთი პრიმატი, რომელსაც აქვს კანქვეშა ცხიმი. სხვა პრიმატებს კანქვეშა ცხიმი არ აქვს. ეხლა კანქვეშა ცხიმი რა არის? კანქვეშა ცხიმი არის ცხიმი რა ფუნქცია აქვს? ცხიმის ესე იგი ეს იცავს ორგანიზმს გაციებისაგან. როდესაც ორგანიზმი არის წყალში და ეს კანქვეშა ცხიმი აქვს იმ ძუძუმწოვრებს, რომლებიც ცხოვრობენ წყალში, ან წყალთან და მაგალითად იმას ყველა წყლის ძუძუმწოვრს ეს წყალქვეშა ცხიმი აქვს მაგალითად დელფინებს, ლომოშაპებს და ასე შემდეგ. ამიტომაც რაიმონდ დარტმა რაიმონდ ჰარდმა გამოთქვა თეორია, რომ თუ ეს ესეა, რა კი ადამიანს აქვს კანქვეშა ცხიმი, ესე იგი მის წინაპარს უნდა ეცხოვრა წყალთან და წყალი უნდა ყოფილიყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ელენ მორგანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც მოეწონა ეს თეორია და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ თეორიის პოპულარიზაციას. აქვს დაწერილი რამდენიმე საინტერესო წიგნი წყლის მაიმუნის შესახებ და წყლის მაიმუნის თეორიის შესახებ და ფაქტობრივად მთელი ტვირთი ამ იმისი აი ამ წყლის მაიმუნის თეორიის ფაქტობრივად გადავიდა მორგანის მხრებზე, იმიტომ რომ ჰარდმა მიუხედავად იმისა, რომ გამოთქვა ეს თეორია, მას მაინდამაინც ამის პოპულარიზაცია არ გაუკეთებია და რაღაც აზრით შეიძლება ეს დავაბრალოთ და როცა არის გავწევ განხილვები ამ თეორიას, რაღაც აზრით შეიძლება ეს დავაბრალოთ ბრიტანულ მეცნიერების კონსერვატიზმს. ანუ ძალიან ესეთი ძალიან ახალი აზრი იყო ეს იმ დროისათვის, ეხლაც პრინციპში ესეთი ეს თეორია მაინდამაინც ესეთი მიღებული და გავრცელებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ კითხვას პასუხობთ, რატო არ არის გავრცელებული, ამას კიდევ შევეხებით მოგვიანებით. და აი სწორედ და ამიტომაც ჰარდმა ეს კი გამოთქვა ეს თეორია, მაგრამ ძალიან დიდი ძალები არ დაუხარჯავს ამის პოპულარიზაციაზე, თუმცა მორგანმა ფაქტობრივად მთელი თავის ცხოვრება და ხა დღესაც აი ხო რომ აკრიფოთ ელენ მორგანი იმაში ინტერნეტში ნახავთ, რომ ელენ მორგანი არის ის ადამიანი, რომელიც აკეთებდა პოპულარიზაციას, ჰქონდა წიგნები და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ელენ მორგანი უკვე თავის აი ამ დასაბუთებებში წავიდა კიდევ უფრო შორს, მან განავითარა ეს თეორია, აი მაგალითად ელენ მორგანმა თქვა, რომ ეს მარტო ის არ არის, დავუშვათ მარტო წყალთან ცხოვრების გამო მარტო ეს ნიშანი არ არის, ბავშვად, კანქვეშა ცხიმი არ არის, ბავშვად, რაც ადამიანს გამოარჩევს სხვა პრიმატებისაგან. ну მაგალითად არის კიდევ ლაპარაკის უნარი. ეხლა ელენ მორგანი რას ამბობს? ელენ მორგანი ამბობს, რომ ეს ხორხი, რომელიც აქვს განვითარებული ადამიანს, ხო, ჩვენ როდესაც სასუნთქი და საყლაპავი საყლაპავი მილები ერთმანეთისგან არ არის გამოყოფილი მკვეთრად, ხო? აი ჩვენ რო რაღაცა გადაგწვდება, მაშინ ეს არის სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან ეს არ არის გაყოფილი ერთმანეთისგან მკვეთრად. სხვა პრიმატებში ეს გაყოფილია. და ელენ მორგანი ამბობს, რომ აი სწორედ ის ამბავი, რომ ჩვენთან ეს გაყოფილი არ არის, ეს იძლევა საშუალებას, რომ რომ ადამიანის წინაპარს კარგად ეცურა წყალქვეშა. ანუ იძლევა საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ხანი ჩავისუნთქოთ და შემდეგ დავუშვათ ჩავიდეთ წყალქვეშ და იქ რაღაცები ვაკეთოთ, ანუ შევინარჩუნოთ ეს წყალქვეშ სუნთქვა დიდი ხნის განმავლობაში. და ელენ მორგანი ამბობს, რომ ამიტომაც ევოლუციურად, სწორედ ამიტომაც ჩამოუყალიბდა ამ ჩვენ წინაპარს ეს თვისება, რომ ის ცხოვრობდა წყალთან და მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი წყალქვეშ ნადირობა. ну გარდა ამისა, ну ეს ორფეხზე სიარული უკვე გითხარით, გარდა ამისა, ელენ მორგანი ამბობს, რომ სწორედ ამან, სწორედ ამ წყალქვეშ ცურვის უნარმა განაპირობა შემდეგ ის, რომ ადამიანს შეუძლია ლაპარაკი. როგორც გითხარით, მაიმუნი იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ ეს არის ადამიანზე უფრო სულელი. ან ადამიანს რამე ჩამოჩვენა, მაიმუნი უბრალოდ იმიტომ არ ლაპარაკობს, მას არ შეუძლია ლაპარაკი, მას არ აქვს ისეთი ხორხი, როგორც გვაქვს ჩვენ. აი ელენ მორგანი სწორედ მაგას ამბობს, რომ აი წყალში ცურვის გამო ჩამოყალიბებულ ხორხმა მერე მიცა ადამიანის წინაპარს საშუალება, რომ ელაპარაკა. ეს თეორია ესეთია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ამას ხსნის, მაგალითად ეს ლაპარაკის წარმოშობას, ეს ხსნის ორფეხზე სიარულს, ეს ხსნის კანქვეშა ცხიმს. ეს თეორია მაინც არ არის პოპულარული. პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციის გამოს, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საერთოდ ეხება ევოლუციურ თეორიებს, როდესაც ჩვენ ვეყნობთ იმას
ბუნებრივი გადარჩევის თეორიას, ბუნებრივი გადარჩევის თეორია რა არის, ხო? ბუნებრივი გადარჩევის თეორია ამბობს, რომ როდესაც იცვლება გარემო, ორგანიზმი ცდილობს შეესაბამოს ამ გარემოს და შემდეგ ის იცვლება გარემოსთან უკეთესი შესაბამისობის მიმართულებით. აქაც არის ეს პრობლემა. აი ნებისმიერი ადამიანის წარმოშობის ნებისმიერ თეორიის შემთხვევაში, რომ ესე იგი თუ დაუშვათ, კი ბატონო, დაუშვათ, ესე იგი რაღაცის ადამიანის წინაპარი იძულებული იყო, ბავშვად ეცხოვრა წყლის პირას. აი თვითონ აი ფენოტიპური ან გარეგნული ცვლილებების ჩამოყალიბება შეიძლება ძალიან დიდი დრო, ხო? ესე იგი შეიძლება ითქვას რაღაც ათეულობით 1000 წელი შეიძლება დაჭირდეს. ანუ აქ სულ ისმის ეს შეკითხვა, რომ კი ბატონო, იცვლებოდა ეს ორგანიზმი წყალთან უკეთესი შესაბამისობის გამო, მაგრამ ამას ხო ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა. ეს რო იცვლებოდა, ნუ პასუხი ამაზე ის არის, რომ ხო იცვლებოდა და ეს ადამიანის წინაპარი უფრო და უფრო შესაბამისი ხდებოდა გარემოსი და უფრო და უფრო წარმატებული იყო აი ამ წყალთან ცხოვრების გამო. მაგრამ კითხვა ისევ იგივე რჩება, როგორც ამ შემთხვევაში, ასე სხვა დაუშვათ ორგანიზმების წარმოშობის შემთხვევაში, აი მაგალითად აი ესეთ შემთხვევა როგორც არის, აი მაგალითად როგორ ვთქვათ, ეს ჟირაფის კისერი, ხო? ეხლა ჟირაფს რო ხედავთ, ეს არის სავსებით ესე იგი ცხადი, რომ მისთვის ძალიან მოხერხებულია ხეების კენწეროებიდან ჭამოს ფოთოლი, ხო? მაგრამ ესე იგი რას აკეთებდა ჟირაფი მანამ, სანამ ეს კისერი გაეზრდებოდა. ანუ თუ ის ესე უკეთესად შეესაბამებოდა იმას, ხო? გარემოს ძალიან დიდი დრო უნდა გასულიყო იმისათვის, რომ ესე იგი ჟირაფის წინაპარს ეს კისერი რაღაც აი ამ ზომამდე გაწელვოდა, ხო? აქაც იგივე კითხვა, ესე იგი რა ხდებოდა მანამ, სანამ მას ეს კისერი ჩამოუყალიბდა, თუ განვიხილავთ ამას ყველაფერს აი ამ ბუნებრივი გადარჩევის თეორიით. ადამიანის შემთხვევაში ზუსტად ესე იგი რას აკეთებდა ადამიანის წინაპარი მანამ, სანამ მას ეს ყველაფერი იგივე დაუშვათ კანქვეშა ცხიმი განუვითარდებოდა, ან იგივე დაუშვათ ეს ხორხი ჩამოუყალიბდებოდა, აი რა შვებოდა მანამ, სანამ ეს ყველაფერი ჩამოუყალიბდა, ესე იგი როგორ გადარჩა ის წყლის პირას, მაშინ როდესაც მას არ ქონდა ეს წყლის პირას გადარჩენის აუცილებელი ნიშნები და თვისებები. ნუ ხა ელენ მორგანის და ჰარდის თეორიის წინააღმდეგი ნუ არის კიდევ ის, რომ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ადამიანის წინაპარი არ არის ის ცხოველი, რომელსაც აქვს ეს მკვეთრად ესე გამოყოფილი ერთმანეთისგან არ აქვს სასუნთქი და საყლაპავი არხები, სხვა ცხოველებსაც აქვს და ნუ მაგალითად ამბობენ, რომ აქვს ირმებს, მაგრამ მათ ლაპარაკი არ დაუწყეთ და ასე შემდეგ. თუმცა ამისი უარყოფა შეიძლება ადვილად, იმიტომ რომ ხა პრინციპში გონებრივი შესაძლებლობები პრიმატების არის პრინციპულად განსხვავებული და შეიძლება დავუშვათ ვივარაუდოთ, რომ დავუშვათ მაიმუნსაც რო ქონდეს დავუშვათ ესეთი ხორხი რო გავუკეთოთ, ის ალბათ რაღაცა რამდენიმე ათეულობით თუ ასეულობით წლის მერე ალბათ ისე დაიწყებს ლაპარაკს. ანუ ეს შედარებით სუსტი არგუმენტია. მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში ესე ყველა ამ იმის მიმართ, ყველა აი ამ თეორიის მიმართ იქნება ეს დავუშვათ ადამიანის წარმოშობა თუ იქნება ნებისმიერი ცხოველის წარმოშობა, რომლებიც ძალიან კარგად არის გარემოს შესაბამებული, ხო? აი როგორც ჟირაფის შემთხვევაში ჟირაფი ძალიან კარგად არის თავის გარემოში ჩამჯდარი, იმიტომ რომ ის იკვებება ზუსტად შესაბამისად თავისი სხეულის, ადამიანის წინაპარიც როგორც ჩანს იყო ძალიან კარგად ჩამჯდარი თავის გარემოში წყალში, იმიტომ რომ მას კანქვეშა ცხიმი მას შეუულია ორფეხზე გადაადგილება და პლუს შეუულია ასე იგი ჰაერის ჩასუნთქვით, ეს უცბად ჩაისუნოს ჰაერით და წყალქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იყოს. საკითხი ისევ ის არის, რომ აი რას აკეთებდა მანამდე ეს ორგანიზმი, სანამ ის ასეთად ჩამოყალიბდა, ანუ საცხოვრობდა, ესე იგი, რატო ცხოვრობდა თუ არა წყლის პირას და პრობლემა რა თქმა უნდა ის არის, რომ ძალიან ძნელი ამ შემთხვევაში პალეონტოლოგიად ჩვენ ვნახოთ ესეთი მასალები ამისი, იმიტომ რომ ეს ყველა გარეგნული ნიშნები ბუნებრივი არცად შენახული არ არის, ჩვენ ხვდებით კვლევისას მარტო ძვლები ბევრს არაფერს არ გვეუბნება იმაზე, თუ დავუშვათ როგორი ორგანიზმი იყო, კონკრეტულად როგორ ორგანიზმს წარმოადგენდა დავუშვათ ადამიანის წინაპარი, ანუ რა პერიოდში გაუჩნდა მას მაგალითად კანქვეშა ცხიმი, ან რა პერიოდში ჩამოუყალიბდა ეს ხორხი, სამწუხაროდ ამაზე ჩვენ პალეონტოლოგია ვერანაირ პასუხს ვერ გვაძლევს. თუმცა ისე ვუბრუნდები უკვე ამ თეორიებს, ზოგადად ამ თეორიების მიმოხილვას, აი ესეთი ის არის, აი ხო როგორც ნახეთ თქვენ აი ამ პატარა მიმოხილვაში ადამიანის წარმოშობის თეორიების, ეს თეორიები მოძრაობს
ადამიანის იქიდან ესე იგი რაღაცა სტატიკური რაღაც ხატიდან, აი როგორ წარმოიშვა ადამიანი, ხო? აი როგორც მაგალითად დარვინის ქონდა შედარებით მარტივი ვერსია, ხო? დადგა ორ ფეხზე, ხელები გამოიყენა და ჩამოყალიბდა ადამიანად. უფრო იქამდე, უფრო აი ეს უკვე როგორც არის უკვე აი ესე იგი ყველაზე უფრო ახალი თეორიის მხრივ, ჰარდის და მორგანის თეორიის მხრივ, აქ ვლაპარაკი იმაზე, როგორ განიცადა ადამიანმა ადაპტირება იმ გარემოსადმი და ადამიანის წინაპარმა ადაპტირება იმ გარემოსადმი, რომელშიც ის ცხოვრობდა. ანუ თავიდან იყო იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა ადამიანი, აი სულ ის რო ავიღოთ დავუშვათ ეს ადამიანის წარმოშობის თეორიები, ხო? იგივე დავუშვათ რელიგიური თეორიები რო ავიღოთ, ან მითიური თეორიები რო ავიღოთ, იქაც არის ესეთი სტატიკური წარმოშობის პრინციპია, ხო? ვიღაცამ ადამიანი გააკეთა, შემდეგ ადამიანმა დაიწყო მოქმედება. პრინციპში ესეთი აი სტატიკური ხატიდან ძალიან შორს არ არის წასული მაგალითად დარვინის თეორიას, რომელიც ამბობს, რომელიც ერთი პრინციპის გამო ამბობს, ხო? მაგალითად ბიპედალიზმი განვითარდა ადამიანში ბიპედალიზმი და შემდეგ ყველაფერი ამას მოყვა, ყველაფერი ის განვითარება, რაც ჩვენ გვახასიათებს. და უფრო იქამდე, უფრო ქცევაზე ორიენტირებული თეორიებამდე, იგივე იქნება ეს ლოკომოტორული აქტივობა, იგივე იქნება ეს დავუშვათ რადიაციასთან თერმორეგულაციური თეორია, ბოლოს ამისი მორგანის თეორია, რომელიც არის უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ არა დაუშვათ როგორც დარვინი ამბობდა, რომ ეს იყო მისთვის უფრო მოხერხებული ამ შემთხვევაში, ხო, ლაპარაკი იმაზეა, რომ იქ არაფერი დაუშვათ იმაში არ იყო. გარემოში ისეთი არაფერი არ იყო, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი მაიმუნი, რომელიც რაღაცის გამო დადგა ორ ფეხზე, დაიწყო იარაღების გამოყენება და შემდეგ გახდა ადამიანი. ესე იგი, უფრო კლასიკური ევოლუციურია მორგანის და ჰარდის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი გახდა ესეთი, იმიტომ რომ მისი ორგანიზმი ცდილობდა გამختارიყო მისი გარემოს, ანუ ამ შემთხვევაში ლაპარაკია წყლის პირას ცხოვრება, მისი გარემოს შესაბამისი. ანუ ამ შემთხვევაში ეს უფრო ევოლუციის ფარგლებში ხდება, უფრო მეცნიერულია, მაგრამ როგორც გითხარით, ეს კვლავ არ პასუხობს იმ თავარ კითხვას, რომელიც ასე ჟღერს, რომ კი ბატონო, იყო ეს ისა შესაბამისობა, ბუნებრივი გადარჩევა გარემოსადმი, მაგრამ რა ხდებოდა ეს სად არის ეს გარდამავალი რგოლები? ანუ რა ხდებოდა მანამ, სანამ აი იქიდან დავუშვათ რაღაც იმ საერთო წინაპრიდან, რომელიც ჰქონდა ჩვენ და შიმპანზეს მივიღეთ ესეთი ანუ ჩვენი ფენოტიპის მქონე არსება. ეს არის პრინციპში ის კითხვა, რომელიც პასუხობს ის კითხვა, რომელიც პრინციპში ნებისმიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას შეიძლება დაუსვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ პოულობთ ვერანაირად აი ამ გარდამავალ რგოლებს, აი ამ ბუნებრივი გადარჩევის გარდამავალ რგოლებს. თუმცა არის ესეთი ესე იგი მუტაციური თეორიაც ევოლუციის, რომელიც ამბობს, რომ მუტაციები ხდება მუდმივად ორგანიზმებში და მოკლედ ის მუტაცია გადარჩება, რომელიც კარგად შეესაბამება გარემოს. თუმცა პრობლემა აქაც ის არის, რომ ასევე პალეონტოლოგიურად ჩვენ ვერ პოულობთ აი იმ ცუდი მუტაციების ესე იგი ნამარხ ობიექტებს. აი ესეც არ არის. ანუ თუ ეს მუტაციების თეორია ამ შემთხვევაში არის სწორი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ იყო ბევრი მუტაცია, მაგალითად ვთქვათ, რომ იყო დავუშვათ ბევრი ჟირაფისნაირი, გადარჩა მხოლოდ ჟირაფი, იმიტომ რომ ეს კარგად შეესაბამებოდა თავის გარემოს პირობებს, სხვები არა. მაგრამ ასევე პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ პოულობთ აი ამ გარდამავალი რგოლების ნამარხ ობიექტებს. ესენი არ არის. ეს არის პრინციპში ის კითხვა, რომელიც დგას ევოლუციის თეორიის წინაშე. ეს არის ის არგუმენტი, რომელსაც ძალიან ხშირად კრეაციონისტები იყენებენ ევოლუციის წინააღმდეგ. კრეაციონისტები ეს არის მიმდინარეობა, რომელიც ამბობს, რომ ევოლუცია ეს არ არის მეცნიერული ფაქტი. თუმცა ჩვენ დღეს გვაქვს გენეტიკური მონაცემები, რომ ევოლუცია დასტურდება და ევოლუცია მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, მაგრამ კრეაციონისტები ამბობენ, რომ თუ ევოლუცია მართალია, მაშინ სად არის გარდამავალი რგოლები? ყველა შემთხვევაში. და ეს ჯერჯერობით ეს ისე რჩება ძალიან მნიშვნელოვან საკითხად თანამედროვე მეცნიერების. დღეს ამაზე დავამთავროთ ეს ლექცია, შემდეგ აი უკვე შევეხებით იმ საკითხებს, თუ როგორ მოხდა იმ კითხვებს, რომელიც დგას თავშოთ ადამიანის წარმოშობის წინაშე. ხო, ერთი ამბავია დავუშვათ ჩვენ ველაპარაკოთ იმაზე, თუ ადამიანი როგორ ჩამოყალიბდა ასეთ ფენოტიპის, ანუ როგორც გითხარით, ასეთ ხორხის მქონე, ასეთი გარეგნობის მქონე
ხო, იმის დამოწვა იმის თქმა, რომ ორგანიზმი იმას უბალნობას ამითაც ხსნის კიდევ, რომ ადამიანს აქვს ბევრად უფრო ნაკლები, ან საერთოდ არ აქვს ბეწვი, ხოლო გარკვეულ ადგილებში აქვს, ხო, ბოქვენზე, იღლების ქვეშ თავზე. ამას ხსნის და ასევე ამას ხსნის ეს წყლის მაიმუნის თეორია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს ბეწვი არის იქ, სადაც დარჩენილი და იღლებში და ბოქვენზე არის იქ, სადაც მუშაობდება ჰორმონები და ეს არის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი დაცვა თავზე, იმიტომ არის დარჩენილი თმა, რომ ის იცავს მზისაგან, ესე იგი, როდესაც მაიმუნი არის წყალში, მას თავი ამოყოფილი აქვს და შესაბამისად ჭირდება თმა იმისათვის, რომ მზისგან დაცვა მოხდეს. ნუ წარბები საჭიროა იმისათვის, რომ ეს ოფლი, რომელიც გამოდის, შეაჩეროს და თვალებში არ ჩავიდეს. მაგრამ ეს არის ერთი ამბავი, ისე უფრო დღესდღეობით მორგანის თეორია არის ყველაზე უფრო ადეკვატური თეორია, რომელიც ხსნის ძალიან ძალიან ბევრ ამას, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი ქცევა, ხო? რომელიც ასევე ძალიან განსხვავდება ცხოველების ქცევისაგან, ყველაზე უფრო ახლო მდგომი ცხოველების ქცევისაგანაც კი. ამ შემდეგ ლექციებში ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე აი ამ პრობლემებზე, ანუ რა შეიძლება ყოფილიყო ადამიანის ქცევის წარმოშობის საფუძველი.